პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება. მათი განცხადებით მზად არიან კონსულტაციებისა და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დაახლოებით 2 კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს და გაიმართოს დებატების პირველი ფორმატი. პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პოლარიზაციის და სიძულვილის ენის გაღვივებაში სადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატები ასეთ დაძაბულ ვითარებას განმუხტავს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბრალდებებს უარყოფენ, მათი ნაწილი დებატების მზაობას გამოთქვამს, ნაწილი კი დისკუსიისთვის ულტიმატუმებს აღენებს. მათ შორის არის პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ არასდროს არ გავუგებთ დებატებს, რა თქმა უნდა, დებატები უნდა იყოს ობიექტური და უნდა იყოს მიზანმიმართული, იქიდან რომ ობიექტურ რეალობა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს და საზოგადოებას და არა იმისთვის, რომ რომელიმე ასე ვთქვათ, ოცნების პროპაგანდისტული საშუალებებით მოხდეს ისევ და ისევ ოცნების პროპაგანდის კვება. შესაბამისად, ჩვენ უარი ობიექტურ რეალურ დებატებზე არ ვსწავლობთ. დებატები ჩვენ კი არ გვჭირდება პოლიტიკოსებს. დებატები ჭირდება ხალხს. ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ უშუალოდ გაიგონ ოპონენტებისაგან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორ აპირებენ. ჩვენ დებატებზე კი არ ვთქვით უარი, საცირკო სანახაობაზე ვთქვით უარი. ახლაც ვიტყვით უარს, თუ ვინმეც მოუნდება საცირკო სანახაობის ჩატარება და ეს ეხმიანება იმ პირველ თქვენს კითხვას. შენ თუ გინდა მმართველ პარტიას ეპაექრო, მმართველი პარტია ვისაც გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ საკითხზე გამოიყენოს შენთან პაექრობაზე, თქვა თუ თემატური იქნება. ეპაექრე იმას